გამარჯობა, მე ნინო სამყურაშვილი ვარ, ჟურნალისტი. ჩემი ვლოგის მეორე ეპიზოდში დღეს ევროკავშირისა და რელიგიის ურთიერთობაზე მოგიყვებით. ვიდრე მთავარ სათნელზე გადავალ, არ დაგავიწყდეს, გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. ლინკს კომენტარებში დავტოვებ. ლათინურად აკრებ ნინო სამყურაშვილის ვლოგი და იქ დაგვხვდები. შემდეგ დააჭირე subscribe ღილაკს და გახდე ჩემი გამომწერი. ეს ჩემი არხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დამეგობრებით ძალიან დამეხმარებით. ახლა კი მეორე ეპიზოდის ამბავი, ევროკავშირი და რელიგია. პროპაგანდის მიერ მოგონილი ამბავი, რომ თითქოს ევროკავშირი ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ან ზოგადად რელიგიას ებრძვის. ღიადან დაფარულად მსგავსი შინაარსის კომენტარებსა თუ სტატუსებს სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით, მაგრამ რას ამბობს რეალური ფაქტები? როგორია სინამდვილეში ევროკავშირისა და რელიგიის ურთიერთობა და როგორ იცავს ევროკავშირი რწმენის თავისუფლებას? დღეს სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხობთ. დავიწყოთ მთავარი ფაქტი. ევროკავშირს არ აქვს უფლება მოსელება რომელიმე წევრ სახელმწიფოს რელიგია აუკრძალოს, ეკლესიები ან მეჩეთები დახუროს ან მოქალაქეს საკუთარი რწმენა შეუწყვილოს. პირიქით. ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის მეათე მუხლი. ადამიანის უფლებას იცავს ჰქონდეს, შეიცვალოს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი რწმენა. როგორ იცავს ევროკავშირი კანონმდებლობით რელიგიის თავისუფლებას? აქ უნდა გამოვყოთ სამი მიმართულება. პირველი. ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის მეათე მუხლი იცავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს, შეიცვალოს და გამოხატოს საკუთარი რწმენა, როგორც პირად, ისე საჯარო სივრცეში. ამავე მუხლით დაცულია რელიგიური რიტუალების შესრულება, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა და რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. მეორე, რელიგიის გამოხატვის შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სხვა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. რო კონკრეტულად აეროპორტში ან საზღვრის კონტროლის დროს, სადაც აუცილებელია პირის იდენტიფიცირება, ადამიანს შეიძლება მოსთხოვან სახის დროებით გამოჩენა. მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ის ნიქაბით ან ბურქით არის შემოსილი. ეს არ ნიშნავს რელიგიის აკრძალვას, ეს არის უსაფრთხოების წესი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ყველასთვის მოხდებს. მესამე, ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, მათ შორის ყველაზე მთავარ დასაქმების სფეროში. შესაბამისად, ადამიანს სამსახურზე უარს მხოლოდ მისი რელიგიური კუთვნილების გამო ბერეთყვიან. მეტიც, თუ ევროპული კომპანიების ვაკანსიებს გადახედავთ, ძალიან ხშირად განცხადების ბოლოს ნახავთ ჩანაწერს, რომ კანდიდატები თანაბრად განიხილებიან და სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია, მათ შორის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია. თუმცა არსებობს გამოწვევები, ერთ-ერთი ასეთია რელიგიის თავისუფლებასა და დრესკოდის შორის ბალანსი, რომელიც არაერთხელ გამხდარა მათ შორის ევროკავშირში განხილვის საკანი. დებატები ხშირად იმართება იმაზე, უნდა იყოს თუ არა სამუშაო ადგილებსა და საჯარო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლოების ტარება აკრძალული, მაგალითად ჰიჯაბი, დიდი ჯვარი ან ებრაული კიპა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მათი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნეიტრალური, ყველასათვის თანაბრად მოქმედი წესი. თუმცა ეს გადაწყვეტილება კონკრეტული რელიგიის წინააღმდეგ მიმართული არ უნდა იყოს. ანუ რას ნიშნავს ეს? ევროკავშირში არ არსებობს ჰიჯაბის, ჯვრის ან სხვა რელიგიური სიმბოლოების ერთიანი აკრძალვა. თუმცა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მიდგომა განსხვავებულია. მაგალითად, 2004 წლიდან საფრანგეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში აკრძალულია აშკარა რელიგიური სიმბოლოების ტარება, მაგალითად ჰიჯაბი, ბურქა, ნიქაბი, დიდი ქრისტიანული ჯვარი ან კიდევ ებრაული კიპა. ეს შეზღუდვა ეხება მოსწავლეებს საჯარო სკოლებში და არ ვრცელდება მთლიან მოსახლეობაზე. არგუმენტი არის საჯარო სკოლა უნდა იყოს რელიგიურად ნეიტრალური სივრცე და ამით მოსწავლეთა უფლებები უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება სკანდინავიის ქვეყნებს, აქ მიდგომა გაცილებით ლიბერალურია, მაგალითად, შვედეთში ჰიჯაბისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება, როგორც წესი, დაშვებულია სკოლებში, სამუშაო ადგილებსა და საჯარო დაწესებულებებში. მსგავსი მიდგომაა ნორვეგიაშიც, თუმცა გამონაკლისია ზოგიერთი უნიფორმირებული სამსახური, მაგალითად, პოლიციაში რელიგიური სიმბოლოების ტარება ნეიტრალობის პრინციპის გამო შეზღუდულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შეეხება საერთო რელიგიურ სურათსა და რელიგიურ მიმდინარეობებს. ევროპაში ამ მხრივ რელიგიური მრავალფეროვნებაა. თუმცა ქრისტიანობა ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგია. იუს კვლევითი ცენტრის 2025 წლის მონაცემებით, ანუ ბოლო კვლევის მიხედვით, ევროპაში მოსახლეობის დაახლოებით 67% ქრისტიანია, დაახლოებით 25% რელიგიურად არაიდენტიფიცირებულია, ხოლო მუსლიმები მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენენ. დანარჩენი ნაწილი 2% სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნება. შეჯამებისთვის, ფაქტები გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არ არის ბრძოლა რელიგიასთან. მისი მთავარი პრინციპია ადამიანის უფლებების დაცვა. ჰქონდეს საკუთარი რწმენა და თვითონ გადაწყვიტოს, რომელ რელიგიურ მიმდინარეობას აირჩევს. ამიტომაც ევროპაში მილიონობით ადამიანი თავისუფლად აღასრულებს საკუთარ რელიგიურ წამს, მოქმედებს ათასობით ეკლესია და რელიგიური ორგანიზაცია, ხოლო ქრისტიანობა კვლავ ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა. ასევე დაცულია სხვა რელიგიების, რელიგიური ჯგუფებისა და არარელიგიური ადამიანების უფლებებიც.
სწორედ ეს არის რწმენის თავისუფლების მთავარი არსი. არც ევროკავშირი და არც ამ ერთობაში შემავალი რომელიმე ქვეყანა გეუბნება, რა უნდა იხსნო და რა არა. მისი ვალდებულება შექმნა სივრცე, სადაც განსხვავებული რწმენის ადამიანები თანაბარი უფლებებით ცხოვრობენ და თანაარსებობენ. მე ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი ვარ. თუ საინტერესოა თქვენთვის ეს ბლოგი, არ დაგავიწყდეს გამოიწეროთ ჩემი არხი, ლინკს კომენტარებში დავტოვებ. მადლობა რომ მომისმინეთ. შემდეგი ბლოგი 2 კვირაში ისევ იქნება. შეხვედრის ადგილი ნინო სამყურაშვილის ბლოგი.